ზურაბ ნოღაიდელს პარტიის ქონება ჩამოართვეს. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნოღაიდელის ყოფილი თანაგუნდელი სერგო ჯავახაძის არჩევანი. სამართლიანი საქართველოს ქონება, პარტიის ოფისი, კომპიუტერული ტექნიკა და პარტიის სიმბოლიკა მის ყოფილ პარტიას სამართლიანი საქართველოსთვის მიეკუთვნა. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე სერგო ჯავახაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მათ უახლოეს დღეებში ის დოკუმენტაციაც გადაეცემათ, რომელთაც ზურაბ ნოღაიდელი თანხების გადარიცხვას აწარმოებდა. სასამართლო ნოღაიდელის წინააღმდეგ კიდევ ერთი არჩევის განხილვას იწყებს. ყოფილი თანაპარტიელები მისგან ამჯერად სახელმწიფო დავალიანების ამოღებას სასამართლოს გზით აპირებენ. პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნოღაიდელი მისვე თანაპარტიელებმა რამდენიმე თვის წინ გადააყენეს. მათ პრეტენზია ფინანსურ დავალიანებასთან და მის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით ჰქონდათ. დავა ეხებოდა კონკრეტულად კომპიუტერული ტექნიკა, პარტიის სიმბოლიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ბატონ ზურაბ ნოღაიდელი ახორციელებდა გადარიცხვებს თავის კუთვნილ ფირმაში. ჩვენ ვაპირებთ უკვე სასამართლო გადაწყვეტილება გადავცეთ საახსოვრო ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სისულელში უნდა მოიყვანოს ეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე გვეცოდინება იმ თანხების მიზნობრიობა, რაც ზურაბ ნოღაიდელმა გადარიცხა თავის კუთვნილ ფირმაში.